ბათუმი მინისტერიალს მასპინძლობს ამ წუთებში ბათუმის რედისონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე მსჯელობენ. ეს არის მინისტრების მეორე შეხვედრა სამხრივ ფორმატში, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის 8 ივნის თურქეთის ქალაქ ტრაბზონში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციით ტრაბზონის დეკლარაცია. სამხრივ შეხვედრაზე მინისტრები მიიღებენ უწყებათა შორისი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2013-2015 წლებისთვის, რა სფეროებს მოიცავს თანამშრომლობა. ამას თეონა ბარბურიძისგან შევიტყობთ ბათუმის ბიუროს. ვრთავთ პირდაპირ ეთერში, თეონა გისმენთ. სოფო, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიც არის ეკონომიკა, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, განათლება, კულტურა და ახალგაზრდობა. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები განახორციელებენ სამოქმედო გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულება ხელს შეუწყობს საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებასა და განვითარებას, როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატში. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბათუმში სასტუმრო რედისონში ამ წუთებში იწყება. ეს არის ახალი ფორმატი თანამშრომლობის, რადგანაც ჩვენ სამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. ეს არ არის მხოლოდ გასადენები, მილსადენები და რკინიგზა, არამედ ეს არის ასევე პოლიტიკური თანამშრომლობა და კულტურული, ტურიზმი და ასე შემდეგ. აი ამ ფართო სპექტრის შესახებ იქნება დღეს ლაპარაკი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა სამივე ქვეყანას მოუტანს სარგებელს. მინისტერიალის დასასრულს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელს მოეწერენ შემაჯამებელ ოქმს. ტრაპიზონის დეკლარაციის სამმხრივი თანამშრომლობის შემდეგი შეხვედრა კი 2013 წლის მეორე ნახევარში უკვე აზერბაიჯანში იგეგმება. დაახლოებით შეხვედრის დაწყებიდან 1 საათში კი ჟურნალისტებისთვის სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჩვენ უახლოეს საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ. დიდი მადლობა, თეონა ბარბურიძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში ბათუმიდან.